D ვიტამინი ყველა სჭირდება. 21 საუკუნე რეალურად ითვლება საკვები დანამატების ერად. ალტერნატივა ხო ვერ იქნება ერთმანეთის, ხო? კვება და ვთქვათ დანამატები. არსებობს საკვები დანამატების გარკვეული ესე ვთქვათ ჯგუფები, რომელთა ერთდროულად გამოყენება არ შეიძლება. მუჭაში რო იყრიან და ეს არის დანამატი. ხო გინახავს ეგ. ფაქტიურად ომეგა-3 დანამატს ალტერნატივა არ ყავს საქართველოში. ყველაზე ისეთი ბუმ თემა. ხელს უწყობს უпроსორად ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკს. რა უწყობს ამას ხელს? ხელს უწყობს ნაადრევი კლიმაქსის დადგომას. გამოიყენება ტკბილზე მოთხოვნილების შესამცირებლად. მწვანილის დაჭრაც კი არ რა? ეხლა შენ გასტრონომიულ რევოლუციას რომ აწყობ იცი? ბავშვებთანაც კი არის ხოლმე ღვიძლის გაცხიმოვნება. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გვანცას პოდკასტის მომდევნო ეპიზოდს. დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად და თუ ჯერ არ გამოგიწერიათ ჩვენი გვერდი, გთხოვთ რომ გამოიწეროთ. აი აქ მარჯვენა მხარეს კიდევ აი ასეთი ნიშანი იქნება და დაალაიქეთ თუ მოგწონთ ჩვენი შინაარსი, რა თქმა უნდა და დაგვიწერეთ თქვენი შეფასებები, კომენტარები და ის თემები, რაზეც გსურთ რომ ვისაუბროთ მომდევნო პოდკასტებში. მიხარია რომ დღეიდან გვანცას პოდკასტის მეგობარი და მხარდამჭერი გახდა ბრენდი დეკლარი და ვისაც გაქვთ მგრძნობიარე კანი, აუცილებლად გეცოდინებათ ამ ბრენდის შესახებ. ის შვეიცარიაში შეიქმნა 70 წლის წინ და პირველი ბრენდია, რომელმაც შექმნა ხაზი მგრძნობიარე კანისთვის. მგრძნობიარე კანს იწვევს ძალიან ბევრი ფაქტორი გარემოდან, ეს შეიძლება იყოს სიცივე, სიცხე, მზის მავნე გამოსხივება, ხისტი წყალიც კი. რა თქმა უნდა, ბევრი სხვა ფაქტორი გარემოდაბინძურება, ასაკობრივი ცვლილებები, მოკლედ ბევრი რამ. და დერმატოლოგებმა, მეცნიერებმა იკვლიეს ეს ბრენდი და დაადგინეს და გასცეს რეკომენდაცია, რომ ხანგრძლივი გამოყენების შედეგად კანზე მგრძნობელობა 70%-ით მცირდება და ბრენდი ამაყობს იმით, რომ აი სწორედ მისი მოხმარება აუმჯობესებს და აქტიურებს კანის ბარიერულ ფუნქციას, ხსნის ანთებას და გაღიზიანებას, კანის ფერს აუმჯობესებს და აძლევს ესეთ ჯანსაღ იერს და რა თქმა უნდა ეფექტურია დაბერებასთან ბრძოლის დროს და ნაადრევ დაბერებასთან ბრძოლის დროს. რა თქმა უნდა მეც ვეთანხმები დეკლარის ფილოსოფიას, რომ სილამაზე იწყება იქიდან, სადაც ჩვენი კანი თავს ნამდვილად მშვიდად გრძნობს და ეს არ არის მხოლოდ კოსმეტიკა, ეს არის ზრუნვა, პატივისცემა და ნაზი დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ. ალბათ ჩემს გამომწერებს და ჩემს აუდიტორიას არ გაუკვირდება თუ ვიტყვი, რომ ყოველი მეორე მესამე ადამიანი, ვინც მხვდება, შეიცხადებს ხოლმე და მეუბნება, ვაიმე, რა გამხდარი ხარ და რამდენიმე ადამიანს უთქვამს, რომ მე მგონი შენ რაღაცა ვიტამინები და დანამატები უნდა მიიღო იმისთვის, რომ ცოტა წონა მოიმატო. ერთხელ ვთქვი, რომ უენერგიობას ვუჩივით ხო და რაო შენო D ვიტამინს და მაგნიუმს არ სვამო? მოკლედ თითქმის ყველა ადამიანმა რაღაცა იცის ამ დანამატების შესახებ და ძალიან ბევრი მოიხმარს. ძალიან აქტუალურია, ძალიან პოპულარულია. დღეს ითვლება ეს საკუთარ თავზე ზრუნვად და არსებობს რა თქმა უნდა ძალიან დიდი კონკურენცია ბაზარზე და მნიშვნელოვანია ჩვენ ვიცოდეთ როგორ უნდა ავარჩიოთ და რომელ მწარმოებელს უნდა ვენდოთ. მქონდა ესეთი შემთხვევაც, რომ ექიმის რეკომენდაციით ჩავიტარე D ვიტამინის კურსი, სხვა შორის თმის ცვენას ვუმკურნალე ასე, კიდევ სხვა მედიკამენტებთან ერთად და კიდევ მითხრეს, რომ რაღაც ასაკში ომეგა-3 ძალიან მნიშვნელოვანია და ყველას ვამსო თითქმისო და მოკლედ ძალიან მაინტერესებს ბევრი რამ, პირველ რიგში ჩემი თავის შესახებ, მე რა მჭირდება და როგორ შეიძლება რომ სწორად გამოვიყენო ეს დანამატები. აი მაგალითად ძალიან მცივანა რომ მან ერთხელ მითხრეს, რომ ესო რაღაც ნივთიერებების ნაკლებობის ბრალიაო და მოკლედ ყველა ეს კითხვა მინდა რომ დავუსვა ახლა ჩვენს სტუმარს და იმედი მაქვს თქვენთვისაც საინტერესო იქნება. ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა არის გვანცას პოდკასტის სტუმარი და მოგესალმები ლაშა. მოგესალმებით. როგორ ხარ? კარგად. და დიდი მადლობა, ძალიან მიხარია შენთან ერთად სტუდიაში ჩდომა. დიდი მადლობა და მოდი პირდაპირ ყველაზე ისეთი აქტუალური საკითხით დავიწყოთ, ეს არის D ვიტამინი. და ამბობენ, რომ D ვიტამინი ყველა სჭირდება, არ აქვს მნიშვნელობა, სად ცხოვრობს, როგორ რეგიონში ცხოვრობს, მზიანში, არა მზიანში, ბავშვია, ქალია, კაცია. ასეა?
ასეა და რა ვიცი, მე მგონი ალბათ ბევრიც არ უნდა ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ მართლა ყველაფერი იცის უკვე საზოგადოებამ, მაყურებელმა, მოსახლეობამ D ვიტამინის შესახებ, იმიტომ რომ ძალიან დიდი, ესე ვთქვათ, რაღაცა ბუმი იყო, ხო, რამდენიმე წლის წინ, რომელიც დღემდე გრძელდება, თუმცა პანდემიის პერიოდმა ეს ყველაფერი კიდე ბევრად უფრო გააქტიურა, იმიტომ რომ იმ პერიოდისთვის ითვლებოდა, რომ D ვიტამინი მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო იმუნური სისტემის სიძლიერისთვის და ამიტომაც COVID პანდემიის დროს ერთ-ერთ აუცილებელ ჩამონათვალში იყო პრეპარატების, რომელიც უნდა მიეღოთ ადამიანებს ყოველდღიურად იმისათვის, რომ თავი დაეცვათ. ეს იმიტომ რომ შიგნით ვიყავით შენობებში, მაგიტომ? თუ ზოგადად კვლევები დაიწყო, იმიტომ რომ არ მახსოვს, რომ მე რო პატარა ვიყავ ჩემს შვილებს დაუნიშნა პედიატრმა და აი ეს წვეთები რომ არის ვიტაფეროლის D ვიტამინის, მაგას ვაწვეთებდი, მახსოვს დიდი ხანი და ახლაც რეკომენდირებულია და ადრე უბრალოდ არ იყო ამის შესახებ ცოდნა, იმიტომ რომ ეს D ვიტამინი სად გაქრა ჩვენი ორგანიზმიდან? კი, გეთახმები აბსოლუტურად. არ იყო ცოდნა, ნახე, არ იყო ამდენი საოფისე სამუშაო, ხო? მოდი აქედან დავიწყოთ. ანუ შეიცვალა მთლიანად მსოფლიო სამყარო და შესაბამისად ამას მოყვა ძალიან ბევრი ცვლილებები. ხა საკვები დანამატებზე თქვი შენ ხო რაღაც წინა სიტყვაობაში და 21 საუკუნე რეალურად ითვლება საკვები დანამატების ერად. რატომ? იმიტომ რომ სხვადასხვა ეკოლოგიური მდგომარეობებიდან გამომდინარე სამწუხაროდ ჩვენ საკვებიდან ვერ ვიღებთ იმ ყოველდღიურ საყუათო ნივთიერებებს, რომელიც აუცილებელი არის ჩვენი ორგანიზმისთვის. ამიტომაც საჭირო გახდა და დღესდღეობით მედიცინა ვითარდება ამ კუთხით საკვები დანამატების არსებობა უკვე ყოველდღიურ ცხოვრებაში. და ადრე აბსოლუტურად მართალი ხარ, რომ არ იყო კვლევებიც საერთოდ საკვები დანამატებზე. იმიტომ რომ კვლევის ჩატარება ესე ზოგადად საკმაოდ მაინც ახალი მიმართულებაა ფარმაცევტიკაში, ხო? შედარებით ვიდრე ვთქვათ მედიკამენტების შესახებ. ის როგორ, ანუ მედიკამენტებს ახლა, ანუ სამკურნალო პრეპარატებს, რომელსაც გამოსცემს კომპანია, მას ვალდებულება აქვს, რომ აუცილებელი არის უსაფრთხოებისგან გამომდინარე იყოს დაცული ყველა ეტაპი კვლევის, სანამ პრეპარატი გამოვა ბაზარზე. მაგრამ საკვები დანამატებზე მსგავსი კვლევები არ იყო, იმიტომ რომ ეს მაინც არის ბუნებრივი, ხო, ანუ ნივთიერებები, რომელიც არსებობს ჩვენს გარემოში, რომელსაც ვღებულობთ ჩვენ საკვები პროდუქტებიდან, გვაქვს ისედაც ორგანიზმში და შესაბამისად არ თვლიდნენ, რომ ამაზე რაღაცა დამატებითი ხარჯები უნდა გაეწიათ. თუმცა აი D ვიტამინის ზედაწყებულმა კვლევებმა სწორედ აჩვენა ის, რომ თურმე ესე არ ყოფილა და საერთოდაც D ვიტამინს სახელიც კი შეეცვალა და დღესდღეობით ლიტერატურაში მას მოიხსენიებენ როგორც ჰორმონ ვიტამინ D-ს. იმიტომ რომ მას აქვს უკეთ სასიცოცხლო აუცილებელი ფუნქცია აქვს ჩვენი ორგანიზმისთვის, 300-ზე მეტ მეტაბოლურ პროცესში არის ჩართული. რადგან ვახსენეთ, რომ საკვებიდან არ ხდება მართლა დღეს მით უმეტეს ასეთ დაბინძურებული ეკოლოგიის, საკვების წყლის, ნიადაგის და ასე შემდეგ პირობებში ამ ნივთიერებების შეთვისება გამახსენდა ომეგა-3. და არის ეს გავრცელებული, ასე ვთქვათ, ცოდნა ხალხში, რომ აი ბავშვმა თევზი უნდა მიიღოს, რაღაცა პროდუქტები უნდა მიიღოს. ალტერნატივა ხო ვერ იქნება ერთმანეთის, ხო? კვება და ვთქვათ, დანამატები, მაგრამ ასევე ამბობენ, რომ ვერ შეჭამიმდნენ თევზს და ვერც ვერანაირ პროდუქტს, რომ თუნდაც აი ეს შეივსო. აი ომეგა-3-ზეც რომ ვთქვათ. მოდით ესე ვთქვათ, ნახეთ, ფაქტიურად ომეგა-3 დანამატს ალტერნატივა არ ყავს საქართველოში. მოდი საკვებში. რატომ? იმიტომ რომ ომეგა-3 ცხიმოვანი. ვხარჯავთ ამდენ ომეგა-3 ცხიმოვანი წყლები ძირითადად ხო მოგვახსენება რომ არის თევზში. თევზის კონი, ხო, იგივე. თუმცა ყველა თევზის კონში არ არის ყველა თევზის კონი არ არის მდიდარი ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები. ყველაზე ძვირიანშია?
ყველაზე მიუწვდომელში, მოდი ესე ვიტყოდი. ანუ ფინანსურად მიუწვდომელი შეიძლება არ იყოს და ხდება იმიტომ, რომ თვითონაც მიუწვდომელი არის, ხო? იმიტომ რომ ანუ ცივ წყლებში და ძირითადად აი იქეთ ჩრდილოეთის მხარეს ჩავის ზღვის ბარაბულკაში ვერ სამწუხაროდ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გემრიელი არის, ვერ ვნახავთ ვერც ბარაბულკაში, ვერც სარღანში და ვერც ესე ვთქვათ სხვა შავი ზღვის მობინადრე თევზებში ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს, იმიტომ რომ არის მხოლოდ და მხოლოდ ცივ ოკეანის წყლებში. თუმცა ვინ უნდა მიიღოს ომეგა-3 დანამატის სახით, ვინ არა, ამაზე ვისაუბრებთ აუცილებლად, რამდენად ყველასთვის აუცილებელია. ახლა მინდა უბრალოდ ავხსნათ ეგრეთ წოდებული ბადების, ანუ ბიოლოგიურად აქტიური დანამატების მნიშვნელობა ზოგადად, რა არის ის, რითი განსხვავდება სხვა მედიკამენტებისგან და როგორ ავხსნათ ყველას მისი, ასე ვთქვათ, შინაარსი. ხო, ну, ბიოლოგიურად აქტიური დანამატი თვითონ თავისივე სახელში განსაზღვრავს ამას, ხო? ანუ არის ბიოლოგიური ნივთიერება, რომელიც არსებობს ისედაც ჩვენს ორგანიზმში და ჩვენს სამყაროში, და ჩვენი ორგანიზმი მას იღებს საკვების სახით, თუმცა შემდგომში და ეს არის მოკლედ ის მინერალები და ვიტამინები, რომლებიც ან სხვა ნივთიერებებიც კიდე, ხო? ანუ მხოლოდ მინერალები და ვიტამინები არ გამოყოფენ, არ გამოიმუშავებენ თუ აი როგორ თქვა არ მოიპოვებენ ამ ბოსტნეულიდან და ხილიდან თუ სხვა მცენარეებიდან, ხო? ანუ სხვა ფოთლოვანი მცენარეებიდანაც სხვადასხვა ნივთიერებების მოპოვება ხდება იმისათვის, რომ ორგანიზმს დავეხმაროთ გარკვეული ნივთიერებებით. შესაბამისად, მსგავსი ტიპის, ანუ რაც ბუნებრივი, მოდი ესე ვთქვათ, ბუნებრივი საშუალებები, რომლებიც ეხმარებიან შემდგომში ჩვენს ორგანიზმს ნორმალური ცხოველმყოფელობის განვითარებაში. რაც როგორც დასაწყისში აღვნიშნე, უკვე აუცილებლობას წარმოადგენს სამწუხაროდ ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში. და რა კარგია, რომ ამის, ასე ვთქვათ, ხელმისაწვდომობა დღეს უკვე აბსოლუტურად გეთანხმებით. არის. აბსოლუტურად გეთანხმებით. კი, საკმაოდ ბევრია თან და ძალიან მნიშვნელოვანი არის მაშინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ აი ბიოლოგიურად აქტიურ დანამატებზე, ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენ ვიცოდეთ ამ ნივთიერებების წარმომავლობა. ანუ საიდან მოდის, როგორ მოიპოვებენ, როგორ ხდება მათი დამუშავება და ასე შემდეგ, იმიტომ რომ თვითონ მინერალები და ვიტამინები საკმაოდ ისეთი სენსიტიური არიან გარემო ფაქტორებთან მიმართებაში და მაგალითად ჩვეულებრივ ჩვენ ყოფით ცხოვრებაში მაშინ, როდესაც ჩვენ ვთქვათ სალატს ვამზადებთ, ხო? სამზარეულოში ან ხილს ვჭრით და ასე შემდეგ, ძალიან ხშირად და ძალიან ხშირად კი არა, ფაქტიურად ყოველთვის უშვებთ შეცდომებს. რა შეცდომებს უშვებთ? მაგალითად არსებობს გარკვეული ბოსტნეული, რომელთანაც არ შეიძლება ლითონის შეხება. იმიტომ რომ ის ანუ ეს არ არის მითი, რომ საათის ფოთოლი დანით არ უნდა გავჭრათ. და აუცილებლად ხელით უნდა ან ხო არსებობს, ხო? ეხლა კიდე არა. რატო რა რეაქციაში ჟანგბაში, ხო, ანუ ჟანგვითი რეაქციები ვითარდება მაგ დროს და ამ საათის ფურცელში არსებული გარკვეული ნივთიერებების იმ დონემდე დაჟანგვა ხდება, შემდგომში მიღების შემდგომ ორგანიზმი ვეღარ აითვისებს მას და ანუ ის სასარგებლო თვისებები რაც აქვს სალათის ფურცელს ამ შემთხვევაში ჩვენ ვერ მივიღებთ. იგივე არის მწვანილებზეც. ანუ მწვანილის დაჭრაც კი არ შეიძლება. ხო, ძალიან ცნობილია, ხო? მწვანილის დაჭრა არ შეიძლება? ხო. არ შეიძლება. ნახეთ. ეხლა ვფიქრობ, ყოველ დღე რა უნდა უყო იმ მწვანილს, თუ არ დავჭერი. დაგლიჯო? სადილებში არის გამოსავალი. ანუ თლიან ფოთოლს ვდებთ და შემდგომში შეგვიძლია ამოვიღოთ, ხო? ეხლა შენ გასტრონომიულ რევოლუციას რომ აწყობ, იცი?
სხვათა შორის სულ გვაქვს ხოლმე აი კულინარებთან რაღაცნაირად. გექნება ხა მათი დანა არის აბსოლუტურად შეუცვლელი არის, მაგრამ თვითონაც თანხმდებიან იმაზე, რომ გარკვეულ პროდუქტებზე არ უნდა გამოიყენონ. ჩვენ ძირითადად მაინც გემოებზე კი არა, აი მარილის და შაქრის გამოყენებაზე უფრო გვაქვს ხოლმე რაღაცა ესენი რა ქვია კამათი და დავები, მაგრამ ესეც ძალიან მნიშვნელოვანი არის. კულინარია სხვათა შორის კულინარიას როცა სწავლობენ, იქ აუცილებლად გადიან ნუტრიციოლოგიის კურსი, იმიტომ რომ საკვებ პროდუქტების თავსებადობასაც ძალიან დიდი და გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, როგორც საგემოვნო თვისებების თვალსაზრისით, ასევე თითოეული ესე ვთქვათ იმ ნიშნულოვანი კომპონენტის ათვისებისთვის ჩვენ ორგანიზმში, რის გამოც ვიღებთ ამ პროდუქტს. და იგივე არის საკვები დანამატებზე სხვათა შორის. არსებობს საკვები დანამატების გარკვეული, ესე ვთქვათ, ჯგუფები, რომელთა ერთდროულად გამოყენება არ შეიძლება, მაგალითად რკინა და კალციუმი. არ შეიძლება რომ ერთად დავლიოთ, იმიტომ რომ ერთმანეთის ანტაგონისტები არიან და შესაბამისად ხელს უშლიან ერთმანეთის შეწოვას. რა შუალედით უნდა თუ უწევს თქვათ ადამიანს მიღება, თუ საერთოდ არ უნდა მიიღოს? არა, შუალედი უნდა იყოს დაახლოებით 6 საათიანი შუალედი მაინც უნდა იყოს. მედიკამენტებს შორის, ანუ ამ დანამატებს შორის, ან თუ არ არის, ესე ვთქვათ, რაღაცა ისეთი სასწრაფო საჭიროება, რომელიმე მათგანის, ანუ პრიორიტეტი უნდა გამოვყოთ მოკლედ და ერთ რომელიმეს მივანიჭოთ იმ კონკრეტულ შემთხვევაში. ხო ვიცი რა მითხარ, მუჭაში რო იყრიან და ეს რო სხვა ხო გინახავს ეგ. ანუ არსებობენ ადამიანები, ბარემ ერთად. და რაღაცა თითქოს ამ მუჭით შენ ელექსირს, ასე ვთქვათ, ანუ ესეც არ შეიძლება, ხო? ეს არ შეიძლება, ესეც, გაწყობის თეორიაზე მე რა უნდა ვილაპარაკო, დიმიტრი უზრაძემ უკვე ყველაფერი თქვა, ხო? და შესაბამისად გაწყობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ზოგადად. ნებისმიერ საკითხში, ხო? ხო და მე თანხმები არის, იქნება მკურნალობა, იქნება თუ რაიმე საქმის ახალი წამოწყება. პლაცებოს ეძახით თქვენ მაგას. ხო, პლაცებო ეფექტია. კარგი, მოდი დაუბრუნდეთ საკვებ დანამატებს და არსებობს ესეთი გამოთქმა, ფრაზა, რომ ესე იგი რაც უფრო ძვირია, ესე იგი უფრო ხარისხიანია, ხო? მოდი შევეხოთ უშუალოდ წარმოებელს, თქვათ, სერტიფიცირების რა ნორმები უნდა კონდეს, ეტიკეტზე რა უნდა ამოვიკითხოთ, ასე ვთქვათ და რცლად ვისაუბროთ ამაზე, იმიტომ რომ რეალურად მომხმარებელს სწორედ ეს აინტერესებს, იმიტომ რომ მას თუ უნდა რომ მიიღოს საკვები დანამატი და მას თუ სჭირდება საკვები დანამატი, კარგია თუ მიიღებს ხარისხიანს. კი. კარგია და აუცილებელიც. იმიტომ რომ შესაძლებელია ესე ვთქვათ, პირიქით დამაზიანებელი ზეგავლენა იქონიოს ორგანიზმზე, თუ არ არის ხარისხიანი დანამატი. და ხარისხზეც სანამ გადავალთ, აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ხშირად ვახსენეთ ახლა, რომ ვთქვათ, ის ჩვენს ორგანიზმში არის, თითოეული მათგანი ბუნებრივი გზით მოიპოვება და ასე შემდეგ, თვითნებურად, ისევე როგორც პრეპარატების, ასევე საკვები დანამატების გამოყენება არ არის რეკომენდებული, აუცილებელი არის ერთხელ მაინც ექიმთან ვიზიტი, გარკვეული დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარება და ამის შემდგომ უკვე გადაწყვეტილების მიღება, რა გვჭირდება და რა არა, იმიტომ რომ ზოგიერთი ვიტამინი მაგალითად აძლიერებს, ხელს უწყობს უпроსორად ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკს და ასე შემდეგ. ამიტომ ძალიან ფრთხილად აი ჩვენ ბავშვობაში იყო, ხო? ალბათ გახსოვს, ხო? აი ვიტამინია მიეცი, არა უშავს, ვიტამინები მიეცი და ოღონდ რამე ყოფილიყო და რაღაცით ჯანსაღი შეგვენარჩუნებს. ხოდა შეიძლება აი მაგაზე თუ რა ესე ვთქვათ ჯანმრთელობის მდგომარეობებია, როდესაც სიფრთხილით უნდა და მიიღოს ადამიანმა, აუცილებლად ვისაუბრებთ, მაგრამ რადგან ჩვენ ვილაპარაკეთ ხარისხზე, წარმომავლობაზე და იმაზე თუ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება დანამატების არჩევისას, ძალიან ისეთი სიხარულით და სიამაყით მინდა წარმოვუდგინოთ ჩემი პოდკასტის მაყურებელს, პოდკასტის წარმდგენი. ეს გახლავთ სკანდინავიური საკვები დანამატების ბრენდი New Nordic-ი,
რომელიც აი ესეთი ლამაზად არის ჩვენ სტუდიაში წარმოდგენილი და ასე ვთქვათ, თითოეული თარო ზე შეგიძლიათ აღმოაჩინოთ აი ეს მიმართულებები, რაც აქვს ამ კომპანიას. ის უკვე დღეს მსოფლიოს 3 კონტინენტზე არის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ბრენდი და რატომ ავარჩიე პარტნიორად და რატომ მიხარია ძალიან New Nordic-ი, იმიტომ რომ ვიცი რომ ძალიან მაღალი სტანდარტებით მზადდება, რადგან საკვები დანამატების მხრივ დანია არის და ზოგადად სკანდინავიის ქვეყნები ძალიან ისეთი მკაცრად კონტროლირებადი და იქ ყველაზე რთულია ხარისხიანი პროდუქციის ბაზარზე გამოტანა და შემდეგ უკვე მთელ მსოფლიოში მისი გავრცელება და ბრენდის ფილოსოფია ძალიან მომწონს beauty in and out, ანუ ჯანმრთელობაზე და სილამაზეზე ზრუნვა ეს უკვე დღეს ძალიან გავრცელებულია და უკვე ყველამ ვიცით რომ სწორედ შიგნიდან იწყება. ჩემთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს ბრენდი არ იყენებს ხელოვნურ დანამატებს და ნუ იმაზე აღარაფერს ვიტყვი რომ ფლობს GMP და ISO სერტიფიკატებს და კეთილი იყოს მისი მობრძანება გვანცას პოდკასტში. ჩვენ რა თქმა უნდა ამ ბრენდის ორ ძალიან საინტერესო და ყველაზე აქტუალურ პროდუქტზე ვილაპარაკებს დღეს ლაშასთან ერთად ბესტსელერი პროდუქტებიც აქვს უკვე მთელს მსოფლიოში. მათ შორის არის Apple Cider, რომელიც წონის კორექციის ხელშეწყობისთვის არის. და გაინტერესოთ ხო? და ასევე ზუკარინი, რომელიც გამოიყენება ტკბილზე მოთხოვნილების შესამცირებლად, მეგობრებო. თუ გინდათ ტკბილზე მოთხოვნილების შემცირება, ბოლომდე გვიყურეთ და ასევე მესამე პროდუქტი, რომელიც ბესტსელერების სიაში ეს არის Hair Volume, რომელიც თმის ზრდის, მოცულობისთვის და ზოგადად თმის სიჯანსაღისთვის არის შექმნილი და აქვე სანამ ჩვენ ვისაუბრებთ, თუ უცბად და გაინტერესებთ, გეტყვით რომ GPC-ის აპტეკებში მთელი საქართველოს მასშტაბით შეგიძლიათ მოიკითხოთ New Nordic-ის საკვები დანამატები და კიდევ ჩვენ სტუდიაში. მოკლედ ასე. მიუბრუნდებით აუცილებლად ამ პროდუქტებს, მანამდე კი აი ზუსტად ის კითხვა მინდა გავაგრძელოთ, შეიძლება თუ არა და ვის შეიძლება ავნოს და რომელიმე კონკრეტულმა დანამატმა. შეიძლება ავნოს, მაგალითად იგივე D ვიტამინი, ხო? რომელზეც ბევრს ვსაუბრობთ, მისი ზედოზირება იწვევს ორგანიზმში ინტოქსიკაციას, ანუ მოწამვლას. და ესეთი არის კიდე მაგალითად A ვიტამინი, ანუ ცხიმში ხსნადი ვიტამინებიდან. შესაბამისად, აი ესე უბრალოდ მოდი ყველა სვავს, მეზობელი სვავს, ვიღაც ხო დირექტორი სვავს და ასე შემდეგ. მეცდავლებ თუ ის დირექტორი სვავს, კარგი იქნება. არ შეიძლება მოკლედ. არ შეიძლება, იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცის შემადგენლობა ორგანიზმში ისედაც კონდეს შესაბამისი და საკმარისი იყოს, სწორია? კი. ყველა შეიძლება არ ქონდეს ნაკლებობა. დღევანდელ სამყაროში ცოტათი ის არის, რა ქვია, მაგრამ ალბათ მაღალი დოზის შეუძლებელი რომ ნორმაში ქონდეს, იმიტომ რომ მართლა პანდემია არის რეალურად D ვიტამინის დეფიციტის მთელ მსოფლიოში. თუმცა ეხლა კიდე უამრავი კვლევა მიმდინარეობს სხვათა შორის იმაზე, რომ რაღაცა შეიცვალოს აი ეს სტატისტიკური მონაცემებიც, იმიტომ რომ მსოფლიომ ხო ნუ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას აქვს რაღაცა გარკვეული ისინი ხო დედლაინები და გარკვეული ესე ვთქვათ განრიგი რა დროს რა უნდა დაძლიოს და D ვიტამინის პანდემია ვერ დაძლია, იმიტომ რომ არა და ყველა ვსვამთ, რა ვიცი, გიჟებივით და რა ვერ დაიძინე. როგორც ჩანს განვითარებად ქვეყნებში ეს მაინც ინფორმაცია. ხო, ნახეთ, დაძლევაში იგულისხმება იცით რა, რომ აი მაგალითად იოდ დეფიციტი როგორ აღმოიფხვრა მსოფლიოში, ხო? იოდ დეფიციტი აღმოიფხვრა მსოფლიოში საკვებ პროდუქტებში იოდის დამატებით. ხო, ანუ ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ყოველდღიურად არ გვიწევს აბის მიღება და საკვებთან ერთად, ანუ რომელსაც უნდა კონდეს იოდიზირებული მარილი. გასაგებია. მინდა დაუბრუნდა აი ვიტამინები და ონკოლოგია რომ ახსენე, აი მაგალითად B-ჯგუფის ვიტამინები, ისევე როგორც B9, B6, B12, ამასაც ბევრი იღებს. კი. უპრაკუნოთ. აი ძალიან თან, იმიტომ რომ აი რაღაცა წელი ატკივდა თუ აი კუნთმა რაღაც დაჭიმულობა განიცადა და ასე შემდეგ, შევლენ და კი
და შეიძლება ამან და ამას შესაძლებელია პროვოცირება გამოიწვიოს ნახეთ უკვე არსებული ონკოლოგიური უჯრედების ზრდას შეუწყოს ხელი. ასევე რაღაც ინექციურ პროცედურებზეც არის ხო? ეგ ბეჯგუფის ვიტამინები ისე არ შეიძლება კიდე ვთქვათ აი მაგ ინექციების ბოტულის გამოყენების დროს. რადგან ვახსენეთ ესთეტიკური მედიცინა კოლაგენს სვამს ძალიან ბევრი. და არსებობს კიდე კოლაგენის შემცველი სახისმოვლის რაღაც რუღაცები, მაგრამ ასევე სვამენ. ეს რეალურია თუ მითია, რომ შეიძლება კანის სიმკვრივე და ძალიან მცირე პროცენტით შეიწოვება ორგანიზმში. მართლა? კი, იმიტომ რომ რეალურად კოლაგენი არის ის ნივთიერება, რომელიც უნდა წარმოქმნას ორგანიზმმა. ეხლა ძალიან ბევრს გაუჩნდება ალბათ კითხვა, რომ ეგრე ჰორმონიც უნდა წარმოქმნას და ჰორმონს რო სვამენ, ისიც შეიწოვება შემდგომში. კი, ბატონო, მაგრამ ნუ კოლაგენი სპეციფიური ნივთიერება არის, რომელიც ძალიან დიდი ჯაჭვისგან შედგება და შესაბამისად მისი ათვისება შემდგომში უკვე კანში, სტრუქტურაში საკმაოდ რთული არის ჩვენი ორგანიზმისთვის. იმიტომ რომ კოლაგენის წარმოქმნა ფაქტიურად ხდება კანშივე და შესაბამისად იქვე ხდება მისი განაწილება და აი სისხლიდან უკვე კანში გადასვლა ეს ცოტათი რთული პროცესი არის. აი კოლაგენის შემთხვევაშიც მაგალითად არსებობს გარკვეული სხვადასხვა ტიპის ესე ვთქვათ კოლაგენები, რომელთა ბიოშეღწევადობა, ანუ ორგანიზმის მიერ ათვისებადობა განსხვავებული არის ერთმანეთისგან და შესაბამისად იქ რაღაცა ვთქვათ შეგვიძლია უფრო მეტის ან უფრო ნაკლების მიღება, მაგრამ პროცენტულად ნუ შეიძლება ითქვას, რომ მიღებული კოლაგენის რაოდენობიდან მაინც ალბათ სადღაც 30%-ს თუ აითვისებს ორგანიზმის სხვა სფეროს. რაღაც ასაკში ესეც ძალიან კარგია მე რომ რომელ ასაკში დავიწყებთ. ხო. ანუ გარკვეული ესე ვთქვათ ცხოვრების წესში რა ხდება კიდევ, ხო? და დანარჩენ ცხოვრების წესში რა თქმა უნდა, ეხლა თუ 24 საათი ღვიძავს და გაჭედებთან ვართ და ასე შემდეგ და კოლაგენს დავლევთ ეს მივხედოთ შიგნიდან და გარედან ჩვენს კანს. მივადექით წონის კორექციას და დანამატების საკითხს. ეს არის ყველაზე ისეთი ბუმ თემა დღეს, ხო? და სანამ წონის კლებაზე ვილაპარაკებთ, მე ჩემი რაღაცა რო არ ვიკითხო, მომეცით ამისი უფლება, ძალიან არ გამოვა. ხშირად მეუბნებიან, რომ ვიტამინები დალია რა და რაღაც დანამატები დალია. წონის კორექცია ზოგადად დაკლებასაც ითვალისწინებს და მომატებასაც. მე მახსოვს ერთხელ შენ მითხარი, რომ შესაძლოა შენო და კიდე მეორე პაციენტს, რომელსაც დაკლება უნდაო, ერთნაირი ის მოგიხდეთო რეჟიმიო და კვებაო, ხო? კი. აი მე რა ფიზიოლოგიური. ხო, მე რა დანამატებს დამინიშნავდი, რომ მოვიმატო. და ნახე, შესაძლებელი არის, რომ მიუხედავად იმისა, რომ ვთქვათ, შენ გაქვს ეს წონა, X რაღაცა წონა. X რაღაც წონა. რო ჩავატაროთ ლაბორატორიული კვლევები. ხო. მინერალების და ვიტამინების რაოდენობა შენთან იყოს იდეალური. მაგრამ მეორე ადამიანთან, რომელსაც აქვს Y წონა და არის სისუქრით დაავადებული, იქ ვიტამინების და მინერალების რაოდენობა იყოს 0-ზე დასული. და ეს აქვე ამსხვრევს მითს იმის შესახებ, რომ ვიტამინები ასუქებს. გაიგეთ მეგობრებო. თუ ვიტამინები ასუქებს, სად არის მსუქან ადამიანში ვიტამინები მაშინ? სად წავიდა? ამაში. ჩიტვე. ხო, ამაშია საქმე. ანუ ზოგიერთი ვიტამინის და მინერალის დეფიციტი პირიქით იწვევს წონის მატებას. და რატომ? მაგალითად რკინის დეფიციტი, ხო? ხშირ შემთხვევაში ესეც ინდივიდუალურად განიხილება ზოგადად ეხლა დღესდღეობით, ხო? მედიცინა
პერსონალიზებული არის ზოგადად და ყველა პაციენტი ინდივიდუალურად განიხილება და ესე როგორც ვთქვათ ლიტერატურაში ეწერა 70-იან თუ 80-იან წლებში ერთი ჩამონათვალი, ესე არ ხდება დღეს პაციენტის განხილვა, ხო? შესაძლებელი არის ვთქვათ რკინის დეფიციტი, აი ყველაზე ისეთი რო ავიღოთ, გავრცელებული, ვიღაცისთვის იყოს უმადობის მაჩვენებელი, ანუ უმადობა ერთოს თან ჩივილებში, მაგრამ ვიღაცასთან შესაძლებელია პირიქით მადის გაძლიერება გამოიწვიოს, კი. ანუ ესეც ინდივიდუალურია. და მაშინ, როდესაც ზოგადად მინერალების და ვიტამინების დეფიციტი ვითარდება ორგანიზმში, ხო? ანუ უჯრედულ დონეზე მიმდინარეობს შიმშილი. ანუ ჩვენ ვღებულობთ საკვებს მაგრამ იმ საკვებს, რომელიც არ უნდა მივიღოთ, იმიტომ რომ იმ საკვებში, რომელიც ჩვენ გვიყვარს, ძალიან ბევრ შემთხვევაში გვიყვარს ისეთი საჭმელი, რომელშიც სასარგებლო არაფერი არ არის. არა? მე არა ვარ ეგრე. შენ გეტყვი. მე მიყვარს ბევრი კარგი საჭმელი, ანუ კარგი გულისხმობ ჯანსაღი და ჯანმრთელი. მაგრამ გიყვარს ხაჭაპურიც თუ? გოჭი გიყვარს მე მახსოვს. გოჭი არა, გეჩლები ადამიანში. მაგრამ მიყვარს ხაჭაპური ძალიან. აი ხო, მაინც ხაჭაპურს შევჭამ ჯერ ვიდრე ხო რაღაცას. ვიდრე სხვა რაღაცას, ხო. ხო, მაგრამ აი ხაჭაპურში ხო არაფერი არ არის ჩვენ ვიცით, გარდა ხაჭაპური, ყველანაირი ხაჭაპური. ხო და აი დანამატებს რომ დავუბრუნდეთ. მოკლედ ესე იგი წონის მატებისთვის ალბათ უბრალოდ კალორიების მომატება მჭირდება მე? თუ რა მჭირდება? აი მითხარით ხარ. ჩვენ ნახე აი საკვები დანამატები შენ შემთხვევაში ხა, ხო? ისევე როგორც სუქანი ადამიანის შემთხვევაში პირველი ეტაპისთვის უნდა იყოს ლაბორატორიული ტესტები ჩატარებული. ხო, ანუ უნდა განისაზღვროს ელექტროლიტები, რკინა, ვიტამინი D, B12, ფოლიუმი და ასე შემდეგ. და აი მონაცემების მიხედვით უნდა შედგეს კურსი საკვები დანამატების, რომელიც დაგჭირდება გარკვეული პერიოდის განმავლობაში გამოიყენო ყოველდღიურ ცხოვრებაში. რა თქმა უნდა, საკვებთან ერთად. მაგრამ კვებასაც აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ხო? ნუ დღევანდელი ესე ვთქვათ, ყოფიდან გამომდინარე ძალიან ხშირად ვიყენებთ ხოლმე ესეთ ფრაზებს, რომ დრო არ მაქვს და სტრაფიკובה. და შესაბამისად ეს არ გვაძლევს იმ საყუათო ნივთიერებებს. კვერცხის შეწვის დრო ხო არის ყოველთვის, მაინც ასე თუ ისე. კვერცხი ხო კარგია და ისეთი ჩვენ მე გადავხედავთ ჩვენი დღის განმავლობაში, ჩვენ დღეს გვეზარება. ხო, ყველაფრის დრო არის აბსოლუტურად. მაგრამ უბრალოდ გვეზარება. მე ძალიან ხშირად მომიყვანია ხოლმე სხვა შორის მაგალითი, რომ არჩევანს აკეთებ შენ თვითონ, ხო? რა უნდა ჭამო? ხო ესეა. შესაბამისად ისევე როგორც ტრაფიკების ობიექტები, ასევე სუპერმარკეტებიც თითქმის ერთმანეთის მიყოლებით არიან ეს ჩალაგებული. და ჩვენ თუ არ შევალთ ტრაფიკების ობიექტში, სადაც სუპერმარკეტში ძალიან დიდი რიგი არის ხოლმე ხშირ შემთხვევაში. და სუნი გამოდის. ყველასთან არა მე მგონი. ხო. ეგეც არ დალია. ხო, შევართ სუპერმარკეტში და ავიღებთ მაგალითად ხაჭოს, მაწონს, ხილს, ბოსტნეულს, რომელიც ასევე შეგვიძლია გარეთ მივირთვათ ისევე როგორც ვთქვათ ხაჭაპური, შაურმა თუ ასე შემდეგ. შესაბამისად ჩვენ საყუათო ნივთიერებებითაც შევავსებთ ჩვენს ორგანიზმს. კი ბატონო. მოდი ახლა თუმცა აქვე დავამატებ იმას, რომ კიდევ ერთხელ გავმეორდებით, დღევანდელი ჩვენი ეკოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, საკვები, ანუ ჯანსაღი საკვების მირთმევა ყოველთვის არ ნიშნავს
სრულფასოვან კვებას. ვერ ნიშნავს, ხო? მე სულ მაქვს ხოთა შორის ეგ შეგრძნება, აი ბავშვებსაც რომ ვუმზადებ, რო ეხა კი ერთის შეხედვით ბოსტნეულიც არის, რაღაცა იქ ცილაც არის, რაღაცა, მაგრამ მაინც არ არის სრულყოფილი და სულ მაქვს იმის მოთხოვნა, რომ რაღაცა დავამატო და სწორედ ამიტომ ამ დანამატების თემა არის ძალიან დიდ, ასე ვთქვათ, ფოკუსში. ახლა და რადგან არაერთხელ დავაანონსეთ ეს წონის კონტროლის და ზოგადად გლუკოზის რეგულირების საკითხი, ძალიან მინდა რომ განვიხილოთ სათითაოდ, მოკლედ ეს დანამატები, თავისი შემადგენლობებით და თავისი მოქმედების, ასე ვთქვათ, არეალით რა. და კიდევ ერთხელ ჩვენ უკვე ვთქვით, რომ ეს არის დანამატი და ცხოვრების წესსა და კვებაზე, ასე ვთქვათ, დამხმარე საშუალება, თუმცა რეალური შედეგები აქვს. ხო, მოდი დავიწყოთ ზუკარინით და არა ჩანაცვლება. მოდი დავიწყოთ ზუკარინით, რა არის ეს დანამატი, რა შემადგენლობა აქვს და ვინ უნდა მოიხმაროს ის? ზუკარინი სხვათა შორის საკმაოდ კარგი დანამატი არის იმ თვალსაზრისით, რომ ხო, ჩვენ აი სულ თავიდან შევეხეთ საკითხს, რომ კვლევები არ ტარდება ამ დანამატებზე, იმიტომ რომ საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, თუმცა არსებობს დღესდღეობით საკვები დანამატების წარმოებელი კომპანიები, რომლებიც არ ზოგავენ თანხას იმისათვის, რომ მათ ჰქონდეთ კლინიკური კვლევები. და ნორდიკი ნამდვილად ეგ კომპანიაა. კი, ნამდვილად და მას აქვს უამრავი კვლევა ჩატარებული თითოეულ პროდუქტზე და შესაბამისად ისევე როგორც ვთქვათ, მედიკამენტზე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი მტკიცებითი მედიცინის თვალსაზრისით აი ამის საფუძველზე ხო, გამოგვაქვს ესა და ეს, ესე ვთქვათ, დასკვნები, იგივე შეიძლება გაკეთდეს ამ შემთხვევაში საკვებ დანამატთან დაკავშირებითაც. ზუკარინი მოკლედ არის პრეპარატი, რომელიც ეხმარება ჩვენს ორგანიზმს ნივთიერება და ცვლის მოწესრიგებაში, მოდით ესე ვიტყვი. იმიტომ რომ მოქმედებს განსაკუთრებით ნახშირწყლოვან ცვლაზე, ანუ შაქრების ცვლაზე ორგანიზმში, თუმცა არ ტოვებს უყურადღებოდ ცხიმოვან ცვლასაც ამავდროულად. ხო, რაც ასევე ესოდენ მნიშვნელოვანი არის არა მხოლოდ სიმსუქნის განვითარების თვალსაზრისით, არამედ კარდიოვასკულარული, ანუ გულსიზრდე და სისტემის დაავადებების თაბიდან ასაცილებლად. და შესაბამისად ამიტომ შეიძლება დავარქვათ, რომ მეტაბოლურ პროცესებზე მოქმედი პრეპარატი არის, რომელიც სხვადასხვა ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედებს ჩვენს ორგანიზმში. მისი ძირითადი შემადგენელი კომპონენტი ეს გახლავთ თეთრი თუთის ექსტრაქტი, ბუნებრივი საშუალება, რომელიც ხელს უწყობს შაქრის დონის დაქვეითებას ჩვენს ორგანიზმში, რაც ერთის მხრივ აუმჯობესებს ინსულინის გამოყოფას, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს იმას, რომ იყოს ნორმოგლიკემია, ანუ შაქრის ნორმალური ციფრები ჩვენს ორგანიზმში და მიღებული შაქარი, ანუ ნახშირწყლები, რომელსაც ჩვენ მივიღებთ საკვების სახით, დიდი ოდენობით არ მოხვდეს სისხლში, რადგან ორგანიზმმა კომპენსატორულად უკვე აი ეს გლუკოზა არ წაიღოს და ჩაალაგოს ჩვენს ორგანიზმში როგორც ცხიმოვანი ქსოვილი. გასაგები, ესე იგი, შენს პაციენტებში, ვისაც ვთქვათ, გარდა ჭარბი წონისა, შეიძლება რაღაცა ეს პრედიაბეტის მდგომარეობა ქონდეს. სტენდობა და ასე შემდეგ, კი. არსებობს სამკურნალო პრეპარატები, ალბათ გაჩნდება კითხვა ამაზეც, ხო? მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვანაცვლებთ პრეპარატს, ხო? ეს არის დანამატი, რომელიც აუმჯობესებს თუნდაც პრეპარატის ეფექტურობას. თუმცა აგრეთვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პრეპარატები, რომელიც გამოიყენება ამ დროს მკურნალობაში, გამოირჩევიან გარკვეული გვერდითი ეფექტებით. ხო, ეს ჩვენ ვიცით და ამაზე ჩვენ ვილაპარაკეთ ერთ-ერთ პირველ პოდკასტში კიდევ. ხო,
და შესაბამისად აი ეს გვერდითი ეფექტებიდან გამომდინარე ხშირად პაციენტი ვერ იღებს აღნიშნულ მედიკამენტს. აი აქ უკვე სწორედ რომ ჩნდება ალტერნატივა, რომ ჩვენ გამოვიყენოთ მსგავსი ტიპის დანამატები, მისათვის რომ მოვაწესრიგოთ ნახშირწყლოვანი ცვლა. გარდა ამისა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ პრეპარატს აქვს რეკომენდაცია 12 წლის ასაკიდან ბავშვებში იყოს დანიშნული, ხშირ შემთხვევაში მაინც თავს ვიკავებთ ხოლმე, თუ არის შესაძლებლობა და გვაქვს იმის საშუალება, რომ გამოვიყენოთ ბუნებრივი საშუალებები, თქვათ მკურნალობაში ჩავრთოთ, ხო? იგივე საკვები დანამატები ამ შემთხვევაში ასევე ზუკარინის სახით, ხო? თუმცა როგორც უკვე აღნიშნეთ, ამას წინ უნდა უძღვოდეს კვლევები, თქვათ აი ამ ნივთიერებების შემადგენლობის შესახებ ჩვენს ორგანიზმში. და აი ეს ძალიან ცნობილი ვაშლის ძმარი, რომელიც ესეთი ცნობილია როგორც მადის დამაქვეითებელი ეფექტი. აი ჩვენ New Nordic-ის ლამაზ თაროზე დევს, აი ვნახეთ ვაშლი და ვაშლის გვერდით აი ამ მწვანე შეფუთვაში. ესეც მინდა რომ ვაჩვენოთ ეს მაყურებელს და მოგეთ პირველ რიგში მაინტერესებს ეს ორი რითი განსხვავდება ერთმანეთისგან, იმიტომ რომ ესეთი ერთმანეთის შემავსებელი ფუნქციები აქვს, ხო? შეიძლება, კი, ანუ თითქოს და მოდით ესე ვთქვათ, ზუკარინსაც აქვს გარკვეულწილად ის ეფექტი, რაც შეიძლება გქონდეს Apple ciders, მადის დაქვეითების თვალსაზრისით. იგივე ის არის? ხო, ანუ მექანიზმი სხვადასხვა, მაგრამ შედეგს ვიღებთ იგივეს. რატომ? ნახეთ, ანუ ჩვენ როცა ვსაუბრობთ ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევაზე და ჰიპერინსულინემიაზე ან ინსულინ რეზისტენტობაზე, ამ შემთხვევაში ინსულინის დიდი ოდენობა სისხლში ხშირ შემთხვევაში განსაზღვრავს მადის მატებას. და ვიღებთ უფრო მეტ საკვებს. უფრო მეტი საკვების მიღებით ჩვენ კიდე უფრო მეტ ინსულინს გამოვიმუშავებთ ორგანიზმში, მისი გახარჯვა ისევ ადეკვატურად ვერ ხდება, ის რჩება ისევ დიდი ოდენობით სისხლში, ეს კიდე ვიწვევს მადის მატებას, მერე ისევ ჭამთ და მოკლედ ეს პათოლოგიური ჯაჭვია. წრე. და ზუკარინის მეშვეობით ჩვენ ესე იგი გვაქვს ის რომ როცა წესრიგდება ნახშირწყლოვანი ცვლა, შესაბამისად ინსულინის გამომუშავებაც რეგულირდება ჩვენს ორგანიზმში. Apple cider-ზე ვამბობთ ახლა? ზუკარინზე ისევ? ხო. და ეს უკვე მისი მეორადი ეფექტი არის მადის დაქვეითება, ხო? ანუ ინსულინის დონის მოწესრიგებასთან ერთად მისი მეორადი ესე ვთქვათ ეფექტი. პირიქით კი არ არის, არამედ ის დონე რომ დარეგულირდება, მადაც ქვეითდება. ეხლა რაც შეეხება Apple cider-ს, ნუ ეხლა ვაშლის ძმარზე ძალიან დიდი ხანია, ხო? ეხლა ჯერ კიდე, რა ვიცი, 100, 200 და 300 წლის წინ ჩანაწერებში, ვთქვათ, ხო, მიგნებული არის მისი ეფექტურობა. და შესაბამისად ის მოქმედებს ნამდვილად ჩვენს მადაზე, ასევე ინსულინზე ზემოქმედებით, ანუ ინსულინის ფუნქციას აუმჯობესებს. და რაც ყველაზე საინტერესო არის, კვლევებმა აჩვენა, რომ განსაკუთრებით მოქმედებს იმ ცხიმოვან ქსოვილზე, რომელიც ჩალაგებული არის მუცლის წინა ზედაპირზე. არ არსებობს. ყველასთვის ალბათ დავეთანხმები, რომ ყველასთვის დიდი პრობლემა არის, ხო? მუცლის ცხიმს წვავს? მუცლის ცხიმს წვავს. და რატომ? იმიტომ რომ ინსულინის რეცეპტორები ძირითადად ანუ ის უჯრედები, რომელზეც უნდა იმოქმედოს ინსულინმა, ასევე განლაგებული არიან მუცლის, ესე ვთქვათ, წინა ზედაპირზე, ცხიმოვან ქსოვილზე და იქ ხდება მათი, ესე ვთქვათ, აქტივაცია რეცეპტორთან დაკავშირების შემთხვევაში. ხო, თან ეს ქალების შემთხვევაში რაღაც ასაკში განსაკუთრებით კი, ესტროგენების დეფიციტი თავის მხრივ იწვევს ხოლმე აი ამ ცხიმოვანი ქსოვილის დაგროვებას მუცლის მიერ, ნუ ეს კომპენსატორული მექანიზმი არის ორგანიზმისთვის. აქვე რო ავხსნათ ესეც, ხო, იმიტომ რომ ცხიმოვან ქსოვილში გამომუშავდება ესტროგენები და შესაბამისად იმისათვის რომ ორგანიზმმა არ განიცადოს აი ეს კლიმაქტერული პერიოდის ერთგვარი დეპო
დეპუაო, ასეც ეძახიან, ხო, სადაც ესტროგენს უფრო დიდი ოდენობით გამოიმუშავებს. ხო, ამიტომაც სხვათა შორის თუ ეს ფიზიოლოგიური არის ახლა შენ შემთხვევაში, ხო, სიგამხდრე ამ დროს რა თქმა უნდა ადაპტირებული არის ორგანიზმი, მაგრამ არიან ადამიანები ალბათ არსად არა მაქვს. არსად არა მაქვს, მე ადაპტირებული, აი არსად, აი ელისკულ, აი აქა. ხო, მაგრამ ორგანიზმი არის ადაპტირებული ამასთან, ხო, ანუ შენია ეს. ხო, რაღაცა სხვა დეპო მაქვს. ხო, არიან ადამიანები მაგალითად, აი რომლებიც მოდიან 27-38 წლის ასაკში, ჭარბიწონით, ან სიმსუქნით თუნდაც, ან შეიძლება რაღაცა 4-5 კილოგრამი მომატებული და არც იყოს ჭარბიწონა და სხეულის მასის ინდექსი იყოს ნორმა, მაგრამ აი თulis რომ ის 5 კილოგრამი მისთვის ხო რაღაცა ის არის. მათ ჩვენთან საუბრის შემდგომ უწევთ ხოლმე არჩევანის გაკეთება. იმიტომ რომ ნახეთ, აქ ვესაუბრობთ ჩვენ რაზე, იმიტომ რომ ეს არის ფიზიოლოგიური პროცესი. ჩვენ თუ გვინდა მუცლის ცხიმის მოცილება, ამ შემთხვევაში მისი გაქრობა არ უნდა მოხდეს. უნდა მოხდეს კუნთის შეწევა, ანუ გამკრივება, რომ ცხიმი შეწიოს შიგნით. ვარჯიში, ანუ, ხო? ფიზიკური აქტივობა. და დაბალკალორიული კვებით ჩვენ ვიწვევთ ამ ცხიმის წვას, ხო? ანუ ორგანიზმი იყენებს შემდგომში ამას როგორც ენერგიის წყარო, ანუ შემცირებას. რაც აი სწორედ ამ ასაკში, ანუ პრეკლიმაქტერულ პერიოდში ხელს უწყობს ნაადრევი კლიმაქსის დადგომას, რასაც შემდგომში მოყვება ძალიან დიდი პროცესები, მათ შორის, ხო, ანუ აი ეს გამოვლინებები, ალები, ცოტა რა უწყობს ამას ხელს? ცხიმის სრულად გაქრობა? სრულად გაქრობა, კი. ამიტომაც არ არის რეკომენდებული, ანუ ამიტომაც ეხლა ვიღაცა გვისმენს და ამბობს, რომ ოღონდეს მუცლის ცხიმი მომაშორებინა და ხო, და ეს როგორც გინდა ისე ვიქნებიო, მაგრამ ეს ბუდიალოსო, ეხლა ძლივს დამიკლიაო და არჩევანი ხო უნდა გაკეთდეს. არა, ეს ძალიან საინტერესოა. აი ჯერ კიდე, რა ვიცი, ეხლა ნახეთ, აი ადამიანებს რო ადარებდნენ ხილს იმ ეპოქაშიც კი. ხო, მსხალი და ვაშლი იყო, ხო? ანუ ქალს მუდმივად ქონდა ეს ფორმა და უნდა ქონდეს ეს ფორმა. კარგი ადვილია თქვენთვის კაცებისთვის ეგრე ლაპარაკი. და იქნებ კაცებსაც მოსწონს ეს ფორმა. ხო, მართალია. თქვენც შეგეკითხებით ხანდახან. კარგი, დაუბრუნდეთ ახლა Apple Cider-ის, აი მანდ სადღაც მოქმედებას, აი სად არის მისი როლი? როგორი პრეპარატი არის, სად წაგვიყვანა? ხო, მისი როლი არ დაგვეკარგოს. ხო, და Apple Cider-ი მოკლედ ანუ ვაშლის მარი მოქმედებს ახლა აი ამ ინსულინის კორექციაზე ჩვენს ორგანიზმში, რაც შესაბამისად ხელს უწყობს არსებული ცხიმოვანი მარაგის გამოყენებას როგორც ენერგიის წყაროს და შესაბამისად ეს ცხიმი იწვება. უხეშად რო ვთქვათ. ეხლა ძალიან ბევრი კითხვა გაჩნდება ალბათ, რომ აი აბის სახით რო არ მივიღო, მეც ჩვენივრად ვამზადებ ვაშლის მარს სახლში. ხო, მაგრამ ისა რომ ბაბუას წერას ექსტრაქტს და არტიშოკს ხო ვერ დაამზადებ, რასაც ასევე შეიძლება. მაგრამ ნახეთ, ამ აბით რასაც მიიღებს, იმდენს სამწუხაროდ იმ ვაშლის ზმრით ვერ მიიღებს. მაშინ ზმრით უნდა დათვრეს. ხო? ძმარზე მარტო მახსენდება ძმრიანი ნასკები. და მირჩევნია ტაბლეტის სახით, აბის სახით, რა თქმა უნდა. ხო, არა, ნახეთ, ეხლა ერთი მეორესაც ხელს კი არ უშლის, მაგრამ ეხლა ჩვენ ვსაუბრობთ აქ კონცენტრაციაზე, ხო? ანუ ის რა რაოდენობა მას უნდა იმოქმედოს ჩვენს ორგანიზმში. და მივიღოთ ის ეფექტი ჩვენ რაც გვჭირდება, ვერაფრით აი ესეთ ბუნებრივი ვაშლის ზმრით ვერ მივიღებთ. თან შეიძლება გავიღიზიანოთ კუჭნაწვავი და ათასი რაღაცა. ისედაც უამრავ სხვა ისეთ პროდუქტს მივირთმევთ, რომლითაც გაღიზიანებული არის ეს კუჭის ლორწოვანი და კიდე ზმრის დამატებით ზემოდან.
ხო, დალევით მით უმეტეს და ეხა ვაშლის ძმარი ვთქვათ, ნაცვლად ყურძნის ძმრისა, შეგვიძლია გამოვიყენოთ სალათებზე და ასე შემდეგ, ხო, საკვებში და ამ სახით მივიღოთ კიდევ, ვთქვათ, დამატებით ბუნებრივი გზით. ეს კიდე რაღაცა გამწმენდი ეფექტები და ეს ზოგადად რაღაც დამატებითი ბენეფიტია, რომ აი რაღაცა სითხისგან თითქოს ან ზედმეტი სითხისგან ან თავისუფლებს და რაღაცა შლაკების გამოდევნას უწყობს ხელს. ესეც გჭირდება რეალურად. ესეც გჭირდება რეალურად, იმიტომ რომ ნახეთ, რატო უწყობს ხელს ახლა, იმიტომ რომ ანუ ნებისმიერი საქმე, აი სამზარეულოში მაგალითად რაღაც კერძს ვამზადებთ, ხო? და მუდმივად გრჩება ნარჩენები, ხო? ნაკავი. ანუ აი წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენს ორგანიზმშიც აი ეს ჩვენი უჯრედები და მასში არსებული სხვადასხვა ნივთიერებები და ასე შემდეგ, აი ესეთი პრინციპით მუშაობენ. და სისულელებს ჭამთ და ვსვამთ თან. აუ, ვინ ჩამოთვლის? საშინელებებს. და ჯერ ხო უნდა გაარჩიოს საწყალმა ორგანიზმმა რა ითვისოს და რა არა და თუ თვითონ არ ეკითხება ის ნივთიერება შევა თუ არ შევა იმ უჯრედში და მაინც შევა მერე იმის გამოდევნაზე კიდე რამდენი უნდა დახარჯოს ხო? ტოქსინი უნდა გადაამუშაოს მოკლედ ღვიძლმა. რის გამოც შემდგომში მაგალითად ძალიან თითზე ჩამოსასვლელი არის ქვეყნები, სადაც ბავშვთა ასაკში აღმოვაჩენთ ღვიძლის გაცხემოვნებას და საქართველოს ამ თითებში შედის სამწუხაროდ. ხო. ანუ ბავშვებთანაც კი არის ხოლმე ღვიძლის გაცხემოვნება. ეს კვების კვებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა. ხო და აი ესეთი მსგავსი დანამატები ჩვენ გვეხმარება იმაში, რომ თავიდან ავიცილოთ მსგავსი ტიპის გართულებები. და მაგალითად მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ ცხიმის წვაზე, ცხიმი როცა იწვება, ხო, რჩება ნარჩენები. ანუ ნაკავი. კიდე ნარჩენები რჩება. ხო. და ის ანუ ხო დაიშალა ეს ცხიმი, ხო, რაღაცა ნაწილი როგორც ენერგიის წყარო, ვთქვათ, ნახშირწყლები აიღო იქიდან ორგანიზმმა და შეითვისა, მაგრამ აი ეს ნახშირწყლები ერთმანეთში რითიც იყო გადაბმული, ესე რომ ვთქვათ, ხო? ეგ არის გამოსადევნი? ხო, დარჩა შეგნით, ხო? ეს არის გამოსადევნი უკვე გარეთ, ხო? და ამას უკვე ხო ეხმარება ის დამატებები, ხო, ბაბუაწვერას და არტიშოკი, რომელიც ასევე ესე ვთქვათ, ხელს უწყობს ამ ყველაფერს და არტიშოკი გარდა ამისა ძალიან მნიშვნელოვანი არის აი ღვიძლის გაცხემოვნება რაც ვახსენეთ მასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ შეიცავს ნივთიერებებს, რომელიც კონკრეტულად ჰეპატოციტებში, ანუ ღვიძლის უჯრედებში მოქმედებს აი ამ ცხიმოვან უჯრედებზე და სამკურნალო პრეპარატებიც კი არსებობს არტიშოკისგან დამზადებული ღვიძლის სამკურნალოდ. გასაგებია კიდევ ერთხელ ხა ჩვენს მაყურებელს რომ ასე ვთქვათ შევაჯამოთ ეს ორი პროდუქტი შევახსენებ, რომ ეს გახლავთ New Nordic-ის სკანდინავიური ბრენდის საკვები დანამატები. ეს გახლავთ ბრენდი, რომელიც უკვე მსოფლიოს 3 კონტინენტზე არის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და ძალიან ბევრი ფაქტორია, რატომაც მიხარია ჩვენი პოდკასტის წარმდგენად მისი ხილვა, იმიტომ რომ ვიცი, რომ სკანდინავიის ქვეყნებში ძალიან მკაცრად კონტროლდება საკვები დანამატების წარმოება და უამრავ ეტაპს გადის პროდუქტი სანამ გამოვა ბაზარზე და ფილოსოფია აქვს ბრენდს ესეთი beauty in and out, ანუ სილამაზე შიგნიდან და გარეთ, ანუ შიგნიდან იწყება ჩვენ სილამაზეზე ზრუნვა ნამდვილად. ბრენდი თავის პროდუქციაში არ იყენებს ხელოვნურ დანამატებს, ანუ ეს რაღაცა ბუნებრივი ინგრედიენტებია, რომელთაც მზადდება ეს საკვები დანამატები, ფლობს რა თქმა უნდა GMP ISO სერტიფიკატებს და
ესეთი მოთხოვნადი პროდუქტებით არის საქართველოში წარმოდგენილი, რომელზეც სწორედ ახლა ვისაუბრეთ. აუცილებლად შემდეგ პოდკასტებში სხვა პროდუქტებსაც გაგაცნობთ, რომელიც არის ესე ვთქვათ, სილამაზის მიმართულება, კუჭნაწლავის მიმართულება და სხვა და სხვა. და მინდა გითხრათ, რომ შეგიძლიათ New Nordic-ის საკვები დანამატები, სხვადასხვა აი ესეთი ლამაზი თაროებით, რომელსაც მიაქცევთ ყურადღებას, როდესაც შეხვალთ, შეგიძლიათ ნახოთ GPS-ის აფთიაქებში მთელი საქართველოს მასშტაბით. ვლაშა, ძალიან მინდა შევეხო თემას, რომელსაც ქვია, ესე იგი, ზღვარი, იმ რაღაცა თვითმკურნალობას და პრევენციას შორის რა. საერთოდ ჩვენ არ ვიცი ეს ქართველების ჩვევა თუ რა არის, მაგრამ რაღაც ყველაფერში ზედმეტი რადიკალიზმი მოხდის რა ძალიან ხშირად. ხო და ის ზომიერების დაცვა იქ არ ვიყენებთ, მაგრამ სადაც არ არის, იქ აუცილებლად ზოგ შემთხვევაში არ მინდა, მაგრამ თუ უკვე ნახა ეფექტურობა ადამიანო, თუნდაც საკვები დანამატებზე როცა ვლაპარაკობთ, მე უკვე ყველაფერი უნდა, ხო, რაღაცა ერთბაშად უნდა მიღწევა ეფექტის. აი რას გვეტყვი ამაზე? ხო, ну, რა თქმა უნდა, ზომიერება უნდა დავიცვათ ყველაფერში და ზომიერება მნიშვნელოვანი არის ზოგადად. არაზომიერი, რა ვიცი, წყლის მიღებაც კი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს დაუნებელი პროდუქტია, ხო? და აი ჩვენ წელთაღრიცხვამდე ბერძენ ფილოსოფოსებს ჰქონდათ ესეთი გამონათქვამი, რომ ყველაფერი საწამლავია და ყველაფერი სამკურნალოა, მთავარია ჩვენ ვიცოდეთ დოზები. და ეს დოზები, რა თქმა უნდა, მოწოდებული არის კომპანიის მიერ თითოეულ შეფუთვაში, მაგრამ მაინც უნდა განსაზღვროს ექიმმა რაოდენობით უნდა მიიღოს პაციენტმა აღნიშნული მედიკამენტები და როდის უნდა მიიღოს, ხო? და ეხლა ბოლოსკენ სანამ დავასრულებთ ამ ყველაფერს, ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი გამომრჩა ზუკარინთან დაკავშირებით. გარდა თეთრი თუთის ექსტრაქტისა, ის შეიცავს ქრომს, რომელზეც ასევე ძალიან ბევრი იცის უკვე საზოგადოებამ და ძალიან ბევრი პაციენტი მაგალითად როცა მოდის ჩემთან, თვითონ მეუბნება ხოლმე, რომ აი ქრომი დავლიე და ხო არ მაწყენს თუ არასდროს არ გამილევია ქრომი მე. შენ არც უნდა დალიო, იმიტომ რომ ისიც ხელს უწყობს იქნება მჭირდება, მითხარი რა არის. ხელს უწყობს წონის კლებას და განსაკუთრებით ტკბილზე მოთხოვნილებას ამცირებს. ქრომი არის ის მიკროელემენტი, რომელიც ტკბილზე და ცომეულზე, ანუ ნახშირწყლებზე, ესე ვთქვათ, მოთხოვნილებას ამცირებს, რა კუთხით თან ნახეთ, რეცეპტორების დონეზე ცვლის საგემოვნო თვისებებს, ისე რომ დიდად არც მოგწონს მერე ჩვენ ამ პროდუქტის მიღება, ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ აი ამ რეცეპტორულ დონეზე ცვლილებები შემდგომში უკვე ქცევას აყალიბებს ადამიანში და შესაბამისად მერე უკვე ის თვითონვე ცვლის აი ამ კვების სტილს და კითხვა რომელიც დამისვის სად უნდა იყოს ზომიერება, ხო? და სად უნდა იყოს ზღვარი. ანუ სანამ რაიმე დანამატის მიღებას გადაწყვეტენ, რა თქმა უნდა, ეს აუცილებლად უნდა გაიარონ ექიმთან კონსულტაცია, თუმცა ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას მათ ცხოვრებაში არ ჭირდება ნამდვილად ექიმის თეორია ყველა კარგად იცის. ექიმის დანიშნულება შეგვიძლია ეს ნამდვილად გავაკეთოთ. და უნდა შევეცადოთ ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ ძალიან ბევრჯერ დაუსვამთ ხოლმე კითხვა, რომ აი თუ მაინც საკვებ დანამატს მინიშნავთ, მაშინ შევჭამ იმას, რაც მე მინდა, ხო? სხვადასხვა ეგ ძალიან აქტუალური კითხვა. რამდენად შეიძლება ალტერნატივა დაღვიქვათ ჯანსაღი კვების საკვები დანამატი? აი მაგათ ადამიანი იტყვის, რომ მე ვსვამ რაღაცა ესეთი რაღაცა წონის კორექციისთვის ამას, კუჭნაწლავისთვის ამას, თმის და ფრთხილისთვის ამას და მოდი რაღაცა უბრალოდ დღეში ერთხელ შევჭამ. ხო, საკმარისი იქნება. 70-იან წლებში არსებობდა ესეთი მეცნიერების გარკვეული ჯგუფი, სხვათა შორის, რომლებიც ამბობდნენ, რომ სოფლიოში, ანუ სამყაროში იქნება ცხოვრების ის პერიოდიც, როდესაც ადამიანი მიიღებს მხოლოდ ერთ თავს
დღის განმავლობაში და ის იქნება აბსოლუტურად საკმარისი თავისი ნორმალური ცხოველმყოფელობისათვის. როდის იქნება ეს არ ვიცი, მაგრამ შესაძლებელია მართლა იყოს. იმიტომ რომ ეხა ერთი აბი არ არის ხოლმე საკმარისი, მაგრამ მათ მოსაზრებას ესე ვთქვათ რაღაცა აქვს ხო? თუ გავითვალისწინებთ იმას, როგორ შიმშილობს დედამიწის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი და როგორი დეფიციტი არის და ზოგადად რა ხდება მსოფლიოში, დღეს 21 საუკუნეში ომები და ასე შემდეგ. ინჟინერიაც ხო მაგისთვის შეიქმნა რეალურად. ხო, არც ისე შორს არის, მე მგონი ექსპერტი. მოვესწრებით ნეტა ჩვენ ლაშა, მე და შენ. ჩვენ თუ ამ ეკოლოგიაში გავაგზავნეთ ცხოვრება, ალბათ ვერ. მაგრამ მომავალი თაობა ალბათ მოესწრება, მაგრამ მე მინდა რომ პრინციპში არ ვიყოთ მაინც დამოკიდებული ესე მთლად ამაზე და ისეთ გარემოში ცხოვრონ, რომ მარტო საკვები დანამატები დაჭირდეთ და არა ვთქვათ რაღაცა მკურნალობა მერე სხვადასხვა მედიკამენტებით, ხო? და საკვები დანამატები ისედაც ვიცით, რომ მით უმეტეს ეხლა სკანდინავიურ ქვეყნებზე როცა ვსაუბრობთ, სადაც ხარისხი მართლა მნიშვნელოვანი არის. რაც ნდობას განაპირობებს. აბსოლუტურად გეთანხმებით, მაშინ მივიღოთ რატომაც არა. მიხარია რომ დღეიდან გვანცას პოდკასტის მეგობარი და მხარდამჭერი გახდა ბრენდი დეკლარი და ვისაც გაქვთ მგრძნობიარე კანი, აუცილებლად გეცოდინებათ ამ ბრენდის შესახებ. ის შვეიცარიაში შეიქმნა 70 წლის წინ და პირველი ბრენდია, რომელმაც შექმნა ხაზი მგრძნობიარე კანისთვის. მგრძნობიარე კანს იწვევს ძალიან ბევრი ფაქტორი გარემოდან, ეს შეიძლება იყოს სიცივე, სიცხე, მზის მავნე გამოსხივება, ხისტი წყალიც კი, რა თქმა უნდა, ბევრი სხვა ფაქტორი, გარემო დაბინძურება, ასაკობრივი ცვლილებები, მოკლედ ბევრი რამ. და დერმატოლოგებმა, მეცნიერებმა იკვლიეს ეს ბრენდი და დაადგინეს და გასცეს რეკომენდაცია, რომ ხანგრძლივი გამოყენების შედეგად კანზე მგრძნობელობა 70%-ით მცირდება და ბრენდი ამაყობს იმით, რომ აი სწორედ მისი მოხმარება აუმჯობესებს და აქტიურებს კანის ბარიერულ ფუნქციას, ხსნის ანთებას და გაღიზიანებას, კანის ფერს აუმჯობესებს და აძლევს ესეთ ჯანსაღ იერს და რა თქმა უნდა ეფექტურია დაბერებასთან ბრძოლის დროს და ნაადრევ დაბერებასთან ბრძოლის დროს. რა თქმა უნდა მეც ვეთანხმები დეკლარის ფილოსოფიას, რომ სილამაზე იწყება იქიდან, სადაც ჩვენი კანი თავს ნამდვილად მშვიდად გრძნობს და ეს არ არის მხოლოდ კოსმეტიკა, ეს არის ზრუნვა, პატივისცემა და ნაზი დამოკიდებულება საკუთარი თავის მიმართ. ხო გახსოვს ფილმი მეხუთე ელემენტი? მან ხო მანქანები დაფრინავდნენ, რა გამოვიდა ეს ფილმი გახსოვს, როგორი გაოგნებულები ვიყავით, ხო დაფრინავენ ახლა მანქანები და მან არის კიდე ერთი ეგეთი ეპიზოდი, მიკროტალღურ ღუმელში რო პატარა ტაბლეტს ჭედებს და დიდ ქათამს რო გამოიღებს უცბად თავისით შექმნილი ამბებით, აი ეგ ერა მოდის. ეგ დღევანდელ რეალობაშიც ხდება რეალურად, იმიტომ რომ იმ ქათმებს, რომელსაც მე ჩვენ ვჭამთ, ეგრე ზრდიან საფუძვლად. მაგ ტაბლეტებიდან არიან გამოჩეკილები კვერცხის მაგივრად? დაახლოებით შეიძლება ითქვას კვერცხის ნაჭუჭიდან მერე უკვე მაგ ტაბლეტებზე არიან გაზრდილი. რაც ძალიან საფწუხარო არის და სწორედ ამიტომაც არის და არის საჭიროება საკვები დანამატების, რომ ჩვენ იქედან ვერაფერს ვერ ვღებულობთ და რასაც ვღებულობთ ცუც, ხო, ამ საკვებმა დანამატებმა კიდე დაგვეხმარონ და ის ცუდი ორგანიზმში არ დარჩეს, ხო? იგივე მაგალითად ბაბუაწვერასთან დაკავშირებით, რომელიც ეფსაიდერში შედის, ანტიოქსიდანტი არის, ანუ ანტიოქსიდანტური ნივთიერებები, ზოგადად არის ნივთიერებები, რომელიც უჯრედს იცავს მავნე ზემოქმედებისგან, ანუ მავნე არის ყველაფერი ის, რასაც ჩვენ სამწუხაროდ დღეს მივირთმევთ. კარგი, ამ ნოტაზე დავასრულოთ. არა, რატომ? ძალიან დიდი მადლობა, ლაშა. ყველაფერი უნდა მივირთვათ, მაგრამ ზომიერების ფარგლებში, იმიტომ რომ ჭამა ნამდვილად არის სიამოვნება და ეს დამტკიცებული ფაქტი არის დღესდღეობით უკვე, რომ ნაწლავებში გამომუშავდება 95% ჩვენი ბედნიერების ჰორმონის, ანუ სეროტონინის. და ჩვენი იმუნიტეტი ჩვენ მუცელში არის და დღესდღეობით ჩვენ მუცელში არსებულ მიკრობიოტას მეორე ტვინად მოიცაზრებენ, იმიტომ რომ მის გარეშე ტვინი ვერ ფუნქციონირებს. ამიტომ ყველაფერი კარგად იქნება. თავარია არ მოგვაკლდეს ხარისხიანი საკვები დანამატები.
დიდი მადლობა ლაშა, მე მგონი მართლა აქტუალურ თემებს შევეხეთ, საკვებსაც გადავწვდით და ცხოვრების წესსაც და ყოველთვის მიხარია შენთან საუბარი, იმიტომ რომ არის ძალიან კომპეტენტური და ძალიან იმედი მაქვს, რომ ჩვენი მაყურებლისთვისაც ძალიან ინფორმაციული იყო. კიდევ ერთხელ თუ მოგწონთ ჩვენი პოდკასტი, გამოიწერეთ ჩვენი არხი. დაგვალაიქეთ, კომენტარებსაც ველოდებით და აი აქ მარჯვენა მხარეს ხედავთ, აი ეს ნიშანი რომ მაგას დააკეთეთ. მომავალ შეხვედრამდე.